მოდი პირველ რიგში ვისაუბროთ თუ რისი გაკეთება გვინდა. ბავშვად გვაქვს რამდენიმე მოწყობილობა. და გვინდა რომ ეს მოწყობილობები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ამას ქვია peer-to-peer connection. თუმცა, როდესაც ამის გაკეთებას ვეცდებით, ხშირ შემთხვევაში არ გამოვა, რადგან ერთი მოწყობილობიდან მეორე მოწყობილობამდე გაგზავნილი მოთხოვნა ხშირად დაიბლოკება. ჩვენი ISP დაბლოკავს, ან მეორე მოწყობილობის ISP დაბლოკავს. ეს ხდება უსაფრთხოების მიზნითაც და ზოგადად პორტები დაკეტილია ნებისმიერი მოწყობილობისთვის. ამიტომ, თუ გვინდა რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, მინიმუმ ერთი მოწყობილობისთვის მაინც უნდა იყოს პორტი გახსნილი. თუმცა თუ გვინდა რომ ერთმა მოწყობილობამ მეორე სხვა მოწყობილობასთან კომუნიკაცია დაამყაროს, მაშინ ყველა peers უნდა ქონდეს გახსნილი პორტი. და ეს არ გამოგვადგება. ძალიან გამომართავი სისტემა არის და არც ისე უსაფრთხოც არის. ამიტომ რაღაც სხვა მეთოდი გჭირდება. ჩვენ შეგვიძლია გქონდეს სერვერი. და მოწყობილობებს ვუთხრათ, რომ თუ ერთს უნდა მეორესთან დაკავშირება, სერვერის გავლით უნდა დაუკავშირდეს. და ეს ერთი შეხედვით კარგია, თუმცა აქაც პრობლემა არის. სერვერმა არ იცის, თუ ეს სხვა მოწყობილობები სად მდებარეობენ. შენგან მიიღებს მოთხოვნას, თუმცა არ იცის სად გადაამისამართოს. და თუ ეტყვის სად გადაამისამართოს, ხშირ შემთხვევაში ეს მეორე მოწყობილობა კვლავ დაგბლოკავს. იმიტომ რომ სანდო მოწყობილობა არ არის ჩვენი სერვერი. სერვერს შეუძლია ყველა მოთხოვნა მიიღოს, თუმცა ყველა მოწყობილობას არ შეუძლია მოთხოვნები მიიღოს. ამიტომ გჭირდება ისევ სხვა რაღაცის მოფიქრება. აქ შეგვიძლია ასეთი რაღაც გავაკეთოთ. შეგვიძლია VPN-ი დავხსნოთ ჩვენ სერვერს. უთხრათ მოწყობილობებს, რომ ამ VPN-ს დაუკავშირდნენ. და შემდეგ მოწყობილობები, რომლებიც დაკავშირებულები იქნებიან VPN-თან, შეეძლებათ მათ საუბარი სერვერის გავლით. VPN-ის დასახოსტად კი გამოვიყენებთ WireGuard-ს. WireGuard-ი არის open source VPN-ი, რომელიც შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავხსნოთ. მოდი გადავიდეთ პირველ რიგში სერვერზე და ვეცადოთ, რომ დავხსნოთ ჩვენი WireGuard-ის სერვერი. სანამ WireGuard-ს გადმოვიწერ, დავწერ sudo apt update. შემდეგ WireGuard-ის გადმოსაწერად დავწერ sudo apt install WireGuard. როდესაც WireGuard-ს ჩავიწერთ, შეგვიძლია შევამოწმოთ გადმოწერილია თუ არა WG version-ით. და როგორც ხედავთ, ჩვენთან გადმოწერილი არის. სანამ WireGuard-ს დავხსნათ, გვჭირდება კონფიგურაციის ფაილი მის დასახოსტად. და ამ კონფიგურაციის ფაილს კი ჭირდება გასაღებები. ერთი პირადი გასაღები, მეორე კი საჯარო გასაღები. პირადი გასაღები ჩვენთვის უნდა დავითოვოთ სერვერზე, ხოლო საჯარო უნდა გადავწეთ კლიენტებს და კლიენტები დაუკავშირდებიან სერვერს ამ საჯარო გასაღების დახმარებით. პირადი გასაღების დასაგენერირებლად არსებობს ესეთი კომანდი gen-key. ხოლო თუ გვინდა რომ შემდეგ საჯარო გასაღები ვნახოთ, შეგვიძლია ავიღოთ ჩვენი პირადი გასაღები და დავწეროთ pub-key. ამიტომ მოდი ახლა დავაგენერიროთ ეს გასაღებები და ჩავწეროთ ფაილებში. პირველ რიგში დავწერ WG gen-key. ეს დააგენერირებს პირად გასაღებს. შემდეგ ამ გასაღებს ჩავსვამ რომელიღაც ფაილში. დავწერ sudo t etc WireGuard და შევინახოთ რაიმე ფაილში, მაგალითად private.key. და მოდი ახლა ასევე public key-ს დავაგენერიროთ. დავწერ WG pub-key და ესეც ფაილში ჩავწეროთ. კონსოლში რა გასაღებსაც ხედავთ, ეს არის ჩვენი საჯარო გასაღები. და ეს უნდა გადავწეთ ჩვენს კლიენტებს. შეგვიძლია ასევე ნახოთ ჩვენი პირადი გასაღები, თუ წავეკითხავთ private.key ფაილს. და ეს private გასაღები დაგვჭირდება კონფიგურაციის ფაილის შესაქმნელად. ამიტომ დავაკოპიროთ და მოდი ახლა შევქმნათ კონფიგურაციის ფაილი. ეს ფაილები უნდა იყოს შენახული etc WireGuard-ის ფოლდერში. სახელი შეგიძლიათ ნებისმიერი დაარქვათ WireGuard-ის კონფიგურაციისთვის. მე დავარქვათ WG0-ს. conf. და მოდი ახლა დავიწყოთ წერა. პირველ რიგში ჩვენ უნდა დავწეროთ ინტერფეისი.
ინტერფეისში განსაზღვრა თუ რა IP მისამართი ექნება VPN servers, რომელ პორტზე დაიწყებს მოთხოვნების მოსმენას. და ასევე მისი private key უნდა დავწეროთ. პირველ რიგში დავწერ adress. და შეგიძლიათ ნებისმიერი საბნეტი აერჩიოთ, რომელსაც უკვე არ იღენებთ. მაგალითად 21, 2, 6 და 1. შემდეგ გჭირდება listen port. ამ პორტზე მოისმენს მოთხოვნებს და ამ პორტის მეშვეობით დაუკავშირდებით ჩვენს WireGuard-ის servers. ხშირი პორტი WireGuard-ისთვის არის 51 820. შემდეგ გჭირდება ჩვენი private key. ახლა კი შეგვიძლია დავამატოთ ჩვენი კლიენტები. მე დავამატებ დასაწყისისთვის 2 კლიენტს. დავწერ peer და peer-ს სჭირდება ასეთი რაღაცა. allowed IPs და მისი public key. Public keys ოდესაც დავაგენერირებთ კლიენტებზე, შემდეგ გადმოვიტანთ აქ. მანამდე უბრალოდ ცარიელი დავტოვოთ ეს გრაფა. შემდეგ დავწერ allowed IPs. აქ უნდა გავსაზღვროთ თუ რომელი IP მისამართით შეძლებენ ჩვენი peer-ების შემოსვლას. მაგალითად, ეს კლიენტი შემოვიდეს 21, 2, 6 და 2 IP მისამართით. შეგვიძლია ასევე მეორე peer-ს, ზუსტად იგივე ფორმატით. ამას შევინახავ და დაუბრუნდებით, როდესაც კლიენტებში დავაკონფიგურირებთ ყველაფერს. Linux-ის კლიენტის შექმნის პროცესი ზუსტად იგივეა, როგორც WireGuard-ის სერვერის შექმნის პროცესი. პირველ რიგში უნდა დავწეროთ sudo apt update. შემდეგ დავწეროთ sudo apt install WireGuard. დავაგენერიროთ ჩვენი გასაღებები ზუსტად ისე, როგორც სერვერზე. ეს პირადი გასაღები გამოვიყენოთ ჩვენს კონფიგურაციებში. მოდი შევქმნათ WireGuard-ის კონფიგურაციის ფაილი. etc WireGuard და აქაც wg0.conf დავარქვენ მე. პირველ რიგში შევქმნათ ინტერფეისი. აქ გვექნება ჩვენი კლიენტის IP მისამართი და ასევე მისი პირადი გასაღები. და მოდი შევქმნათ ასევე ერთი peer, რომელიც იქნება ჩვენი სერვერი. მივუწიოთ allowed IPs. და აქ რადგან გვინდა რომ ნებისმიერ peer შეძლოს მეორე მოწყობილობასთან დაკავშირება, გვჭირდება რომ მთლიანი საბნეტი იყოს დაშვებული ამ სერვერზე. უბრალოდ ჩვენს კლიენტზე. ასევე მივუწიოთ endpoint. endpoint-ში უნდა მივუწიოთ ჩვენი სერვერის საჯარო მისამართი, საჯარო IPv4 მისამართი და პორტი, რომელზედაც დავუკავშირდებით ამ სერვერს. ასევე გვჭირდება მივუწიოთ სერვერის public key, ანუ მისი საჯარო გასაღები. მე აქ მაქვს ტერმინალში შენახული სერვერის საჯარო გასაღები და გადმოვაკოპირებ. და ბოლოს გვჭირდება persistent keep alive. ეს სავალდებულო არ არის, თუმცა დაგვეხმარება, რომ უესრად არ გაითიშოს ჩვენი VPN კავშირი. persistent keep alive აკეთებს ასეთ რაღაცას. მაგალითად, მე მივუთითე 25 წამი. ყოველ 25 წამში ცარიელ პაკეტს გააგზავნის ჩემი კლიენტი VPN სერვერზე, რომ დაადასტუროს, რომ VPN-თან ჯერ კიდევ დაკავშირებულები ვართ. და უეცრად არასდროს გამოვაგდებს VPN-იდან. შევინახავ ამას და გამოვალ. რაც შეეხება Windows-ზე კლიენტის დაყენებას. ეს არის ძალიან მარტივი. შეგვიძლია WireGuard-ის install გვერდზე გადავიდეთ და გადმოვიწეროთ Windows-ის კლიენტი. ჩვეულებრივი Windows ინსტალერია და შეგიძლიათ დააყენოთ. როდესაც დააყენებთ, ასეთი პროგრამა გექნებათ. აქ არის ჩვენი ტუნელების ჟურნალი. თუმცა თქვენთან ეს ცარიელი იქნება. ამიტომ მოდი დავამატოთ ახალი ტუნელი
და დავაკონფიგურიროთ Windows-ის კლიენტი. შეგვიძლია ჩამოვიდეთ ამის ართან და დავაჭიროთ Add New Tunnel. დავარქოთ რაც გვინდა თუნელს და დავიწყოთ კონფიგურაცია. Private key და public key უკვე დაგენერირებული არის. ამიტომ ამის დაწერა აღარ გვიწევს. მოდი მივუთითოთ მისი IP მისამართი. და შემდეგ დავაკონფიგურიროთ ჩვენი სერვერის peer. აქ უნდა მივუთითოთ მისი public key. მისი allowed IPs. endpoint-ი. და persistent keep alive. დავამატოთ ჩვენი სერვერის public key და კლიენტის კონფიგურაცია აქ მორჩა. ერთადერთი დაგვჭა, რომ სერვერზე ჩავამატოთ ჩვენი კლიენტების public გასაღებები. როდესაც დაამატებთ საჯარო გასაღებებს თქვენი კლიენტებისთვის სერვერზე, ჭირდება საბოლოო კონფიგურაციის დამატება. და ეს არის IP tables rules-ების განსაზღვრა. IP tables-ის დახმარებით შეგვიძლია წესები განსაზღვროთ, თუ როგორ უნდა იმოძრავოს მოთხოვნებმა და პაკეტებმა ჩვენს VPN სერვერზე. აი მაგალითად რა უნდა მოხდეს, როდესაც კლიენტი გამოაგზავნის მოთხოვნას სერვერზე. ან როდესაც ერთ კლიენტს მოუნდება მეორე კლიენტთან გადაამისამართოს რაღაც პაკეტი. ამისთვის უნდა გავწეროთ წესები. წესების დამატება შეგვიძლია VPN-ის ჩართვისას და მისი წაშლა VPN-ის გათეშვისას. ამ წესების დასამატებად შეგვიძლია გამოიყენოთ pre-up და post-down. Pre-up ნიშნავს სანამ VPN სერვერი ჩაირთვება და VPN ინტერფეისი შეიქმნება, მანამდე შეგვიძლია IP tables წესები განსაზღვროთ. და post-down-ის შემთხვევაში, როდესაც გაითიშება მთლიანი ინტერფეისი, აი ამ წესებს წაშლით. პირველ რიგში, რა წესები გვინდა? რა უნდა მოხდეს, როდესაც პაკეტი შემოვა VPN სერვერზე? რომელი პაკეტი უნდა დაიშვას და რომელი უნდა დაიბლოკოს? ჩვენ შემთხვევაში გვინდა ისეთი პაკეტები დაიშვას იმ მოწყობილობებისთვის, რომლებიც უკვე დაკავშირებულები არიან ამ სერვერზე, ხოლო სხვა დანარჩენი პაკეტებისთვის შეგვიძლია დავბლოკოთ. ამ წესების დასამატებლად შეგვიძლია დავწეროთ IP tables -a. A ნიშნავს appends, ანუ დამატება. შემდეგ input, ანუ შემოსული პაკეტი. Input interface იქნება WG0, თქვენი კონფიგურაციის სახელი. ეს ექნება WireGuard-ის ინტერფეისის სახელი. თუ WireGuard-ის ინტერფეისში არის შემოსული რაღაც პაკეტი, შეგვიძლია შევამოწმოთ შემოსულები თუ დაკავშირებული ვართ თუ არა უკვე ამ ქსელთან. state established related. თუ ეს ასე არის, მან შეგვიძლია დავწეროთ accept. შემდეგ კი დავწეროთ, რომ ყველა დანარჩენი პაკეტი უნდა დაიბლოკოს. დავწეროთ IP tables A input და input interface იქნება WireGuard 0. და ყველა სხვა შემთხვევაში გვინდა რომ დავწეროთ reject. ანუ პირველ წას გაივლის, თუ პირველი წესი ვერ გაიარა, მაშინ მეორეზე დაიბლოკება. შემდეგ სჭირდება გავწეროთ წესები peer-to-peer connection-ისთვის, ანუ როგორ უნდა დაუკავშირდეს ერთი კლიენტი მეორეს. ეს მოხდება ასე. შემავალი პაკეტი უნდა გადავამისამართოთ სხვა კლიენტთან. და გადამისამართების წესები უნდა გავწეროთ, ანუ forward-ის წესები. დავწეროთ pre-up უდრის. IP tables append და ახლა იქნება forward წესი. Input interface უნდა იყოს WireGuard 0 და output interface უნდა იყოს WireGuard 0. ანუ WireGuard 0 ინტერფეისში შემოსული პაკეტები ისე WireGuard 0-ში უნდა გადამისამართდეს. თუ მაგალითად ინტერნეტიდან შემოვიდა პაკეტი, რაც ეს იქნება S0 ჩემ შემთხვევაში, ეს პაკეტები დაიბლოკება. ამისთვის წესებს არ ვწერთ. ანუ მაგალითად 21.2.6.2 გამაგზავნა პაკეტი და უნდა გადაამისამართოს 21.2.6.3. და ახლა შეგვიძლია დავწეროთ. რა საბნეთს შეუძლია პაკეტები გადაამისამართოს სხვა კლიენტთან. ეს იქნება 22.6.1. და ასევე გვინდა გავწეროთ destination-ი. ეს არის ჩვენი source IP, ანუ საიდან შემოვიდა პაკეტი და D არის destination. და destination-იც უნდა იყოს ეს საბნეთი.
შეგვიძლია ამისთვის დავწეროთ accept და შეგვიძლია სხვა დანარჩენი პაკეტები დავლოკოთ. IP tables, append forward, input interface-ი არის ვაერგადმული და სხვა შემთხვევაში დავწეროთ reject. ანუ თუ მაგალითად ერთმა მოწყობილობამ აი ამან გამოაგზავნა პაკეტი და სხვა ინტერფეისში ცდილობს რომ გადაამისამართოს ყველაფერი ან სხვა საბნეთზე, ეს პაკეტები უნდა დაიბლოკოს. და ბოლოს გვინდა რომ როდესაც გაითიშება ჩვენი VPN-ი, ეს IP tables წესები უნდა წაიშალოს. ანუ გვინდა ჩვენ ზუსტად იგივე კომანდები გავწეროთ, ოღონდ append-ის მაგივრად დავწერთ delete. და შეგიძლიათ ეს ყველაფერი გადააკოპიროთ, რომ არ იწვალოთ. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ აქ რაღაც შეცდომა დაუშვა. როდესაც forward-ის წესებს წერდი, საბნეტი არასწორად მაქვს დაწერილი. და თუ თქვენც ჩვენგან გადაიწერეთ, შეასწორეთ აუცილებლად. და როდესაც ამ ყველაფერს დავწერთ, მზად ვართ, რომ ჩვენი VPN სერვერი ჩავთოთ. შევინახოთ ეს ყველაფერი და გამოვიდეთ. ამ სერვერის ჩასართვად შეგვიძლია გამოვიყენოთ WG Quick Up და Down. WG Quick Up ნიშნავს სერვერის ჩართვას და Down ნიშნავს გათიშვას და შემდეგ უნდა მივუწიოთ კონფიგურაციის სახელი. თუმცა მე მირჩევნია გამოვიყენო system control. ამიტომ დავწერ sudo system control start WG Quick WG0. და როგორც ხედავთ, ჩაირთო სერვერი. თუ თქვენთან არ ჩაირთო, შეგიძლიათ შეამოწმოთ სტატუსი. და ნახოთ რა ერორი დაწერა. დიდი ალბათობით რაღაც type-ო გაგვაქვს კონფიგურაციის ფაილში. ჩემთან ჩართულია და აწერია active exited. თუ გინდათ რომ სერვერის ჩართვისას ასევე ჩაირთოს ეს system control service-ი, შეგიძლიათ system control enable დაწეროთ. და საბოლოოდ, თუ გვაინტერესებს WireGuard-ის ინტერფეისში ვინ შემოდის, ვინ გადის, შეგიძლიათ დავწეროთ sudo wg show და ინტერფეისის სახელი. აქ გამოჩნდა ჩვენი საჯარო გასაღები, listening port-ი და ასევე ჩვენი peer-ები. თუ ვინმე შემოვა, აქ დაეწერება თუ ბოლოს როდის დაუკავშირდა ეს მოწყობილობა. ჩვენ ასევე გვინდა რომ firewall-ში გახსნა წესი აი ამ პორტისთვის. თქვენ რა პორტს დააყენეთ თქვენი WireGuard-ის VPN-ი, იმისთვის პორტი უნდა იყოს გახსნილი და UDP პაკეტები უნდა შემოდიოდეს. UDP-ის დახმარებით ვუკავშირდებით ჩვენ WireGuard სერვერს. ახლა კი საბოლოოდ რომ შევამოწმოთ მუშაობს თუ არა, შეგვიძლია Windows-ის კლიენტი და ასევე Linux-ის კლიენტი დავაკავშიროთ ამ ყველაფერთან. Linux-ის კლიენტს რაც შეეხება, ზუსტად როგორც სერვერზე ჩავთეთ, ისე შეგვიძლია დავწეროთ sudo system control start wg quick და შემდეგ ინტერფეისის სახელი. და შემდეგ შეგვიძლია ეს ინტერფეისი ვნახოთ sudo wg show wg0. და როგორც ხედავთ, აქ წერია რა პაკეტები გაიგზავნა და რა შემოვიდა. 180 ბაიტი გაიგზავნა და 92 ბაიტი მივიღეთ. ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავამყარეთ კავშირი ამ სერვერთან. მოდი ახლა დავაკავშიროთ ჩვენი Windows-ის კლიენტიც. Windows-ის კლიენტს რაც შეეხება, შეგვიძლია უბრალოდ მოვნიშნოთ ჩვენი ტუნელი და დავაჭიროთ connect. როდესაც დავაჭერთ, აი აქ დაეწერა რომ გაიგზავნა 180 ბაიტი და 92 ბაიტი შემოვიდა. ანუ ჩვენს დავაკავშირდით VPN-ის სერვერს. მოდი ახლა შევამოწმოთ WireGuard-ის ინტერფეისი ჩვენს სერვერზეც. გადავინაცვლე სერვერზე და მოდი ისე დავწერ sudo wg show wg0. და როგორც ხედავთ, ერთი peer დაუკავშირდა და ასევე მეორე peer დაუკავშირდა. ანუ ორივენი დაკავშირებულები არიან. და ჩვენ ახლა შეგვიძლია შევამოწმოთ იპინგება თუ არა ერთი მოწყობილობიდან მეორე მოწყობილობამდე. თუმცა უნდა გაგარტყილოთ. თუ Windows-იდან ცდილობთ გაპინგვას, უბრალოდ Windows-ის მოწყობილობაზე ცდილობთ რომ გაპინგვოთ, შეიძლება ეს პინგი არ მოხდეს. რადგან default-ად Windows-ის ლოკალური firewall-ი ბლოკავს ISMP მოთხოვნებს. და თუ ეს პრობლემა გაქვთ თქვენზე ლოკალურ firewall-ში უნდა დაამატოთ ახალი წესი, რომ ISMP პაკეტები შემოუშვათ თქვენს მოწყობილობაზე. მოდით ახლა ვესტები Windows-ის კლიენტიდან გავპინგო ჩვენი Ubuntu-ის კლიენტი. და როგორც ხედავთ, როდესაც ვესტები რომ გავპინგო Linux-ის კლიენტი, ჩვეულებრივად მუშაობს. და როდესაც ვესტები Linux-ის კლიენტიდან გავპინგო Windows-ის კლიენტი, ანალოგიური შედეგი მექნება.
ასე შეგვიძლია დავაკონფიგუროთ და დავხსნას WireGuard-ის სერვერი ისე, რომ peer-to-peer connection-ი გქონდეს სერვერზე. შეგიძლია ნებისმიერი დამატებით ფიერები დაამატოთ და ეს მეთოდი იმუშავებს.